წოლისას გავიკეთოთ კიდე. ხო. საღამომშვიდობის, როგორ ახართ ჩემო თბილებო და ტკბილებო? როგორ გიკითხოთ, რა ხდება თქვენსკენ, კარგი და ახალი? რა ვიცი. რა ხდება თქვენსკენ? რა ვიცი, ახალი და კარგი. ცოტა გიორგის იმდენად აღარაც ტკივა, კის ტკივა, მაგრამ დღეს უფრო ფეხზე დადიოდა უფრო და რა ვიცი, ამ იმაში რა ქვია, 6-ში ველოდებით, რა ვიცი, მე მგონი 6-ში წავართ, რავი, არ ვიცი ზუსტად. და როგორ იქნება და რანაირად იქნება, მე კი შეგატყობინებთ. მე კი გეტყვით. სხვა რა შევითავოთ თვითონ. ოკეი, დედი. არაფერი. რა არის ეს ცუდი ამინდება მოვიღე რა გული რა. ჯერ სადაც არაფერს გაკეთების ხალისი არა მაქვს ეცუდ. ამ ცუდი ამინდება უარესი მომიღო ბოლო. გაკეთების უნარიც აღარა მაქვს იმნები. აი თან დროზე მინდა რომ მოიშოროს და ამოვისურვ თქო მეც და ამანაც რა. იმედი სწორია საათი. სწორია რომ 9 საათი არის. თუნდაც ცუდი აკნი. ой, გრიკ. რაღაცნაირად ვარ გამუშტერებული ვით რა. აშკარად ხალისი არა მაქვს. აი გიორგი რომ გამოგეთდება და გაიგეთებს ოპერაციას, მერე მომეცემა ხალისი. რომ უკვე სახში მოვალთ, ნორმალურად ვიქნებით. კი ახლა რეაბილიტაცია ძნელია, მაგრამ მაინც ხალხო არ ვიცი, შეიძლება იქ ვიდეოები ჩაგიწეროთ. მაგრამ ის არის აქვე სახში რომ მოვალ, მერე მოგიყვებით ყველაფერს ერთად. ნახოთ რა როგორ იქნება. არ ვიცი, ვიდეო შეიძლება ვერ ჩაგიწეროთ იქ. ხო რა ვიცი. შეიძლება ჩავწერო, შეიძლება ვერ ჩავწერო, არ ვიცი. როგორ იქნება, რანაირად იქნება. არა მე ინტერნეტს მაინც ჩავთავ ამაში, იმიტომ რომ ის არის რა ქვია. მეორეშიც გინდა ინტერნეტი. ხო, იმაშიც მინდა. მეორე ტელეფონში. ნახოთ. ყოველ შემთხვევაში იმას დავიღებ. აქვია. სელფის შოუს. ხო. ჩვენთაში იყოს როგორ? იყოს შატაში ხო. ხო, რა ვიცი, ვაი. ეხლა გადავიხოთ. როგორ მოვახერხებ გადაღებას, რა ვიცი. ხო რა. როგორ იქნება და რანაირად. კი, არ ვიცი თაღარ ზუსტად. ხო. ხო, ეხლა შეიძლება ვერც მოვახერხო. ხო რა. მაინც ავადმყოფო და ხმაურს ხوار დავიწყებთ. რა? რასა? ხმაურია, საავადმყოფო და მაინც ხوار არავინ შევაწუხოთ. მე აქ მოგიყვებით ხალხო, როგორ იქნება რანაირად. რავი, ნახოთ რომ რანაირად იქნება, ან თუ ჩავწერეთ. იქნება ვიდეო და თუ ვერ ჩავწერეთ და მე აქედან ხო გავაგრძელებთ. ეგრე იქნება და ეგრე. რაღაცა გიხარ გიძინება და დღეს არ აღარ გიძინება. რა ამბავი? რა შეესაკ?
გამოიძინა მდენი ძილით. დღეს წარმოგიდგენია ხალხო, დიდი ხანი მთელი დღე ვერ ჩერდებოდა ფეხზე და ეხლა უფრო ჩერდება, ხო? კიდე, ხო დედა? შედარებით უფრო დღეს პენსიის სასახებადაც ვიყავ გადასული. ხო, დღეს ცენტრშიც იყო. ცოტა მოკეთდა ცოტათი რა. მაგრამ ოპერაცია მაინც უნდა გაკეთდეს. მოვიჩოლოთ, მალე მოვაწყვეტოთ ოპერაცია კი მაინც უნდა გაკეთდეს. რომ მოვიშორო. ნეტა კამერა კამას. კამერა. ტელეფონზე არ არის დაკავშირებული. კამერა. ტელეფონზე არ არის დაკავშირებული და მაგიტომა ჩაიტო. ის არა, ინტერნეტი. ბლუთუზი არა მაქვს ჩართული. ბლუთუზი უნდა? ხო. იქით აგაგისა ტელეფონი. ხო, ამაზე შემიძლია დავკავშირო. ამაზეც? ხო. აბა იმითი რატო არ დაუკავშირე? ამითი რატო არ დაუკავშირე? თუ იმითი გიჩვენე. იმითი გიჩვენე. რა ვიცი, ამეშულება თუ მომიდება, ამას დავუკავშირე. აპლიკაცია რანდომია. არა. ბლუთუზით. Bluetooth. ძნელია Bluetooth-იც და ყველაფერი უკუღმართი არის, რა ვიცი. ხალხო თიმ რაღაცეები იმას ქნა, მაგრამ მე დაიდება ისე. კი მოვიდა ხალხო თემა, მაგრამ ეს არის უკვე ჩავწერ ვიდეო შევინახავ და მე რო გამოვალ იქიდან მე დავდებ. მე დავდივ იმას. მანამდე გამოვიწერე, სანამ ეს ყველაფერი იმას ვიზავთ რა ქვია, ძალიან მტკივდებოდა. და დღეს მოვიდა, ავიღე კიდეც. ჩავწერე კიდეც ვიდეო და მე აქ ვიდავ. მოგვიანებით დაიდება ის. ხო რა, მოგვიანებით იქნება. ხო და ნახავთ რაც გამოვიწერე. მე მეგონა არ მოვა დღეს თქო. ეგრე. თავს მთელი დღე მცივა რა, უბედურებს ამინდია ზაფხული არ მოგვივიდა ხალხო რა. მაგრამ ჯერაც ვიდა რომ იმას ქნას ხალხო ძალიან დაცხეს, იცი? ოპერაციას რო იკეთებს გიორგი, მაინც სიცხისგან არ მინდა. სიცხე რო იმოქმედოს. ნელა მერე და მერე გედათმევა, მაგრამ დათმევა. მერე მოვაზაფხული, მერე ეზოდან დავიწყებთ ვიდეოების ჩაწერას ჩემო ჯირფასებო და ტკბილებო. ეზო ის არისო და იმხელა ბალახი ხო გავთივე, იმხელა ბალახი წამოვიდა რო რა ვიცი. ეგრე.
ქურთმით ხარ? კვით. წადი და მოდი მან. ფანარი წაიღე. ფანარი. კალადი არის. მე არ ვიცი, არა მგონია. არ ვიცი ზუსტად ვერ გეტყვი. ეგრეა და ეგრე. ძალიან გამოცნილი ხალხო. რაღაცა მინდა გავაკეთო და ვეღარაფერს ვეღარ ვაკეთებ ისე ვარ. ძალიან გამოცნილი. ეგრეა, ჩემო ძვირფასებო. ვიცი. რა უნდა იყოს ესეთი, მაგრამ ყველა მომშვიდებთ დიდი მადლობა ყველაფრისთვის, კომენტარებისთვის, პირადი მოწერისთვის, რომ ჩემ გიორგიზე შეგტკივათ გული. უღრმესი მადლობა, როგორ უნდა გადავიხადო მე თქვენი პატივისცემა არის, რა მნიშვნელობა აქვს. აი, ბევრ სიტყვას ბევრი ის არის, აი, უფრო მხნეთა ვარ, რომ არ არის საშიში, ნუ გეშინია, უფლის წყალობით კარგად იქნება და აი, ვინც პირადშიც მწერს იმათაც უღრმესი მადლობა. ჯანმრთელობას, ბედნიერებას და ყველაფერს საუკეთესოს უსურვებ. ისედაც უღრმესი მადლობას უყველას. ნამდვილად კომენტარებშიც რომ წერთ და რა ვიცი, ყველაფერი საუკეთესო ყოფილიყოს თქვენთვის. რა ვიცი. მე მგონია კი არა 100% დარწმუნებული რომ ყველაფერი კარგად იქნება. უფლის წყალობით. ღმერთის მწამს, უფლის მწამს, რომ არ გაგვწიროს უფალი. ჩვენსკენ იქნება. და იგივე თქვენსკენაც. ყველას, რა ვიცი, ყველას უღრმესი მადლობა, აი ძალიან მაბედნიერებს კომენტარების კითხვა. მაშინ რა ქვია, პირადშიც რომ წერთ, აი ძალიან გულს მithბოს თქვენი ესეთი თბილი მდგომარეობა, რომ შეგტკივათ ჩვენზე გული, ჩემ შვილზე და რა ვიცი, ყველაფერი კარგი ყოფილიყოს თქვენთვის, თითოეულ ადამიანისთვის. პირადშიც ვინც წერს და ისეც ვინც რა ქვია, კომენტარებში ვინც კომენტარებს. ვერაფერზე ვეღარ ვაზრუნებ, ვეღარაფერზე ვეღარ ვფიქრობ, სულ ის მიტრიალებს თავი, როდის დამთავრდება ეს ოპერაცია, როგორ იქნება ჩვენი საქმე. აი, სულ იმის მდგომარეობა კი არ მეშინია, უბრალოდ განვიცდი, ძალიან განვიცდი. გიორგი, მე არ მეშინიაო, სულზე ვარ, როდის მოიშორებ ამ იმას. ოპერაციას ნახოთ. მე გაუტკივარება არ მინდა. მე მინდა ნარკოზით ჯობია. რომ ის არის, რა ქვია, უფრო კარგია ნარკოზით. როგორც გაიგებს და რომ გამოვა, უფრო კარგად იქნება. ხელის გული მებხანება ხარ. მარცხენა. ეგრე იქნება.
მე მგონია ეგრე კი არა ეგრე იქნება. მე მგონია დამტოვებენ ნეტა იქ მე თუ ცოდო არის ახლა ღამე რაღაცა ხო უნდა გადატრიალება ან გადმოტრიალება კი ძნელი ოპერაცია არ არის მაგრამ მაინც რაღაცა ხო უნდა იძახიან მეორე დღეს უკვე სახლში გამოწერენო და ნეტა ღმერთს მადლობა რომ მოვიდეთ დროით სახლში. ნერვებისგან უკვე გათიშული ხარ ხალხო. ძალიან განვიცდით რა არასოდეს არ გაუკეთებია გიორგის ოპერაცია და ძალიან მოქმედებს ჩემზე. კი, ძნელი არ არის, ვიცი რომ ძნელი არ არის, მაგრამ მაინც ოპერაციაა რა. რაც არის ოპერაცია მაინც. კარგად იქნება ყველაფერი. ღმერთის ისა მაქვს იმედი. და თქვენი იმედიც მაქვს ჩემ გიორგიზე ყველა ლოცულობ და ყველა იმაშვები თქვენი იმედიც მაქვს. გუშინ ვერ ჩავწერეთ ვიდეო. რავი რაღაცნაირად ვიყავი გაგა. სადაც დღესაც ხალისი არა მაქვს, მაგრამ თან არც მინდა რომ გადმოგადოთ ჩემი უხალისობა, უენერგიობა. აი, სხვანაირად შემოდიოდით ვიდეოში და უფრო სხვანაირი ის იყოს და რა ვქნათ ახლა. გვაპატიეთ ჩემო ძვირფასებო და ტკბილებო და მე გაგრძელდება ხალისიანი ვიდეოებიც იქნება და ყველაფერი კარგი იქნება. რა ქიმი? ყველაფერი შალამ გუჭირა. იფხანება? და რა ვიცი, სიცხეს არ აძლევს. რთული რაღაცა მდგომარეობა რომ მიდიოდეს ხო ხალხო, სიცხეც ხო ექნება ანთებითი პროცესი რო იყოს იმაში რა ქვია, ორგანიზმში. ხო? სიცხე არა აქვს. ნამდვილად. შუქია თუ ჩავაქრე გარეთ. არ ჩავაქრე. არა, ჩავიქრე. ის სარეცხები ორი დღე კიდია აქეთ და დაშრა ხალხო გადამრია რა საშინელმა ამინდება ზამთარია ზაფხულია ვერ გავიგე რა კალენდრულად წესით ზაფხულია კი დღეს არ არის ჭვია 4 4 ოთხი ესე ხო ავიღე კალენდარი სადა შეიტო თუ აქ მოვრუნე აი კალენდარი ეს კალკულატორია კალკულატორიც ქია
მოთხოვე კალენდარ. Facebook-ისა? კი. ოთხია. ხვალ 5. Twitterიც აქვს. ა? Twitter. ტელეფონი ისეთია რა. საათზე მოძრაობ. ამირების ის არის. ო. ტრინკი თვითი. ამასობაში ათიკი დაიწყო. კი კაცო. წეს ხო დაიპარსავდი? ჰა. რიცხვია 10. რიცხვი? რიცხვი გერა 4-ია დღეს. 10 საათი დაიწყო. 10 საათი დაიწყო. მე რა მიპოპუყებს მუცი. ჩერს რა წელი არა უბედურება მიმეწყო. ჯერ ვირუსი, ხელი ჩავიდო ხმა. მე კუჩნაც რავის ვირუსი, ახლა ეს. რა მიეწყო ერთმანეთს რა უბედურება? მე რა ვიცი კარ. რა მაინდა-მაინეს თათარ. ჯერი კუჩნაც რავის ვირუსმა მანერვიულამდენი. ახლა ამან თულს მიიღო ბოლო კიდე რა ვიცი. მაგრამ ერთმანეთზე მიეწყო ყველაფერი რა. და ისე როგორ შეიძლება თუ არ გამოხდა რაღაცა. ნამდვილად. მე მთავარია მოიშორო გიორგი დღეს იქნება თუ ხვალე იქნება ხო უნდა გაგიკეთებია მაგრამ ბულგახეთს ახეთქათ მეშინი. რა? აი უცბად რო ეგრე მოგეწყო ხანის და ეზედიზე და უფრო ხო თორე ახლა ოპერაცია ისეთი ის არ არის რა ქვია. საგანგაშო. რავი არ არისო და მე რა ვიცი მე ეგ არ გამიკეთებია. აგერ ხალხი იცახის რომ გაიკეთაო და მალევე გამოუშვეს ერთ დღეში გამოდიხარო. ხო 15 წუთიც კი არ უნდა. ხო უცბად ამოწმენდავენ და მორჩავსიო. მეთქი აფერი. მოიღებენ იმას რა ქვია. ბუდეს. ბუდეს იმის. ხო და სვია ბეწს იღებენ ეთქვა. ბეწს აქ დახვეულის. ხო. და სხვა მეტი აღარაფერი. მე ვიცი. მეტი სხვა რა. ამოვა და მორჩა. ერთი დღე დაგაწვენენ საუნდტროპოში, ერთი დღე და მიხვალე დღე და ღამე ერთი დღე ვეღარ უნდა გაძნო. გაიკეთებ ოპერაციას და ის არის რა ქვია ერთი დღე გაატარებ. იმას დღეს და всё. მეორე დღეს გამოვა. ერთი დღე ხო იმიდან უნდა გამოღვიდე. რა ქვია? დუმარო. ნარკოზი და ნარკოზის იმიდან რა ქვია? ხო. ერთი დღე რა უნდა ნარკოზის გამოშვება? ერთი დღე არ უნდა გამოხარ მაგრამ წამში გამოდიხარ ასე ერთი დღე თუ ნარკოზში გაატარებ და გიტლება საკამო ვეღარ. იმაში кайფში რა საბუთ გიორგი ჯოდაფე. და кайფებული. და ერთი დღე გაწო. ერთი ისა ცოტა ხანში ხო გამოხარ ნარკოზში. წამში გაიღვიძებ და ჭყეტავ თვალებს. პალატაში შეგიყვანი, კესაც აგიყვანი. აბა პალატაში შემოყვანა რა სხვა არ ამიდა.
შეიძლება იმღან დღასავე გამოგიშვა რას კაი. რა ვიცი, შეიძლება გაგიკეთონ და საღამოს გამოგიშვა. ხო. ეგეც არ არის გამორიცხული. რა ვიცი, ყველაფერი შეცვლილია და მე რა ვიცი რა, თუ არაფერი გამოხდა ისეთი რომ აი რო არ ფიქრობ, ზუსტად ის გამოდის მაინდა-მაინც. ხო რა. წინასწარ ამიტომ არის არაფერი არ უნდა თქვას ადამიანმა რა. არაფერი არ უნდა თქვას აბსოლუტურად. უნდა იყო ჩუმად. არც ის უნდა თქვა და არც ის უნდა თქვა. ზედოდაღა არაფერი არ უნდა თქვა ადამიანმა. წინასწარ რა ის იქნება არ უნდა თქვა. როგორც მიყვე დინებას, იქნება გაკეთდება, არ იქნება და გაჭედი. всё. კომარტა. ახლა ნაცნობი ექიმი არის და ნათესავები მყავს კიდე და იმედი ნაცნობი არის და კი დეიდაშვილები მყავს და ნაცნობთან რომ მიდიხარ და უფრო იმედი გაქვს, უფრო იმედიანად ახარ უფრო გაქვს იმედი. კი. მართალია. მე შეგიხვევენ და გაგიკეთებენ იმას. დაგადებენ იმ. როგორ შემიყვან? იმას დაგადებენ დედი. წაგისვამი რამის რომ ჭრილობაზე და მე მაგითი პლასტირით და მე შეგიხვევენ და გახტკერებ. რო არ ჭრილობაში მტერი არ ჩავიდეს და უბედურებ. სახში მომიწევს შეყვება. აბა რა შეყვება რა პლასტირის დადება. არამე რომ მოხდეს. ხო, შეიძლება. დამუშავება. მე მგონი ერთხელ მისვლა მომიწევს. რომ ნახოს ექიმა. ხო. ქირურგმა რა ქვია მაგ ექიმს რა ვიცი. ხო, ქირურგი. გული მიღონდება მის. რაზე? აი ჭრილობა გლახა. დეჩებს კი არ შეუძლია იგით რაღაცებს ყურე. შენ უფრო შეგიძლია ვიდრე ბებიაჩებს. ბებიაჩებს თუდად ხდება. აი მე მაგალითად არ შევიძლია ვერ იმას ვიზავ. მე ვინმეს ნებისმიერ ვერ გავუკეთებ. ამიგან კალდება ხელი. ერთხელ ცადე დედა ჩემზე, შეძრო ცადე ერთხელ ნებისმიერ გაკეთება და ასაკენ ხელი რომ ამიგან კალდა. ხო. ვერ გავუკეთე ვერაფრით. ხელი ამიგან კალდა. ზაგი ხელის.
მოიხევ კაცო რა იფსაკეთე. ჩემ ხელებზე ოპერაციას ვიკეთებ. ისე სალონში მისვლა მე არ გჭირდება. ეს იმასაშრები. ნუ შვები, ნუ. მე თვითონ ვიკეთებ. დასაჭრელი მაქვს. თორე ისინი აქ არ ყვია. ცოტა ხანში ბჭყალები იქნება. ნაირები არავინ მომიშალოთ. თორე ამოგკოთავთ პირდაპირ. ნერვები არ ამიშლიტო. ნერვები არ ამიშლიტო. 30 ვართ. ო. გარეთ გავალ და მავალ ახლა. ამ წუთში მოვალ. რაღაცაზე ჰეი გარეთ. თუ მე მსივა. ისე თემურო მოვიდა. ხო. ეგ ვიყავით და დამივიკა. ხო. ვასაც ასლარ დაჭირდა. ხო რა. სამწუთში გამოვედი და მალევე მოვიდა. სამწუთში მოვალო და მალევე მოვიდა. ხო. ორი ავადათი. მე რა ვიცი, გამოვიწერე და ის დამემართა. რომ ცოტნოდა და ის დამემართებოდა არ გამოვიწერე და ფურში ვინახავდი. ხო, რა იცოდი კაცო. რა ვიცოდი რომ დამემართებოდა. წინასწარ ვინა იცი. მე რა ვიცი. მაგას არ ვიცახი, როცა რელოდები მაშინ გამოხდება ყველაფერი. ხო რა. თორე ახლა კი ვიცოდი რომ ოპერაცია როდესღაც გასაკეთებელი კი მქონდა და არა რაც თავარია მალე მივალ და გავიკეთებ და მოვიშორებ და მოვითვლისა. ორი რეზინეში აქვს. ორგიჯეს. ეთზე ვაპოვიდე. პირველი ნახე. მეორეზე გავიკეთებ, არა მომიჭირა. გავიკეთე წეღან მეორეზე, მაგრამ მომიჭირა. რაღაც რა ზოლაგდი გერდო. მაგათ შეგიძლია გაიგეთო. აი თამდე რა ამბავი არა ხილი უნდა გქონდეს ისეთი. არა შეგას როშ ასეთი ხილი. ასეთი უნდა გქონდეს რო აქამდე გაიგეთო. ისე პატარა და ლამაზი. ლამაზია. ხო. მე მეგონა სადმე აქ იქნებოდა შესაძლებელი დამტენის და თურმე სხვანაირად თუმია. სხვანაირად. ამაში უნდა გავუკეთო აი ამ ადგილას აქ. რაღაცა ისინი აქ მასატენს და ამასაც აქ. ესეთი ისინი აქ რა მოვთულებივით და ის უნდა ჩააჭო ერთმანეთში. ის თუ ვერ მოახვედრე, ეს ვერ დადენი. და ვერ მოახვედრე? ძალიან ვერ მოახვედრე და მე ChatGPT-ს ვკითხე ამას როგორ უნდა იმას აქვანათო. ხოდა იმას იქნებაო რა ქვია. რაღაცა იქნებაო იმას. მაგნიტური ის რო არის, ან მაგნიტური იქნებაო, ან კიდე რაღაც იქნებაო და იმას აკენეო, მეუბიზნეო და ChatGPT-მ გამაკეთებინა. აი ეს ხალხო ხსმარცაათი. ChatGPT-მ გამაკეთებინა.
ChatGPT. ChatGPT მაგარი. ხო მართლა ის კითხეს რა ქვია თემო რომ მოდისო ფულს იხდიო და არ მიხდით ფულს არა არა ერთი ამ ხმაზეც შვილებოდეს ხალხო დაღან პილმინდას. ფულს არ მიხდით კურიერთან ფული იმას შედის რასაც გამოწერისას ვიხდით ო ახლა ისიც არ არის უფასო ისიც კარგი იქნება და უფასო რომ იყოს გამოწერა მაგრამ როცა გინდა მაშინ გამოიწერა არ არის უფასო სადრა არის პასუხი. ხო და ასე იმ პასში შედის ყველაფერი ტრანსპორტირებაც და ყველაფერი დრო კი სჭირდება რომ ჩამოდი სანამ ჩავა მაგრამ აიც და ის რომ გამოვიწერე შარვალ და ისა ზედა რა ხელა შეკალო იმაში ჩავწვრი 7 ქსელი გამომიწერია რათა მინდოდა ერთი ზომით დიდი 6 მაცვია მეზუგადად მე ამ ჩინურს ომებს ვერაფერი გავყვი მაგრამ ფეხსაცმელებში ყველა ზომას ვარტყამ ფეხსაცმელებში ხო ფეხსაცმელებში ყველა ზომას ვარტყამ დასაცმელში ჩინურს ომებს ვერ გავყვი მაგრამ თავიდან რომ გამოვიწერე ფეხსაცმელები ის არის რა ქვია შევცდი სულ პირველად ხო სულ პირველად რომ გამოწერე ვაიმე რა მხელები იყო და ეგეთი უხარისხო და დედა 57-ები ხო დიდები ხო იყო და ეგეთი უხარისხო ფეხსაცმელი მე მეორე არ მინახავს უხარისხო იყო თუ მე არ მომეჩვენა უხარისხო რა ვიცი 57 იყო ფეხსაცმელი ხალხო კი არ დავდიოდი პორტხავდი იმ ფეხსაცმლით ერთხელ მეცვა სულ რაღაც ერთხელ წავედი მაღაზიაში მაგ ფეხსაცმლით და დამანგრია ფეხები წლის ამოვედი აქამდე პორტხით ჩავედი და ამოვედი პორტხით წავედი მაღაზიაში და პორტხით ამოვედი მეორედაც შემშლია და შემეშარავითო დავაწექი არ მოინდოდა გამოწერა დავაწექი და მეორედაც იგივე გამოვიწერე მიწერია ოღონდ ჩავები მაშინ თეთრები იყო პირველად მეთქი მას წავშლი თქო რა ქვია ბარაც თქო წავშლი თქო და რა ფარაც წავშლი მეორედაც გამოვიწერია იგივე ფეხსაცმელი იგივე ზომა ყველაფერი იგივე მეორედაც გამოვიწერია ხო შავი ოღონდ ჯერ ხო თეთრი გამოვიწერე პირველად მეორედ შავი ხო ჩაღმე კოჩახ ბრავო და მის მერე კარგად ვაკვირდები ფეხსაცმელის ზომას 57 ფეხსაცმელის ზომა რა ჯადავად მინდოდა პორტრეტ მევლო ხო რაღაცა არა იმას სამსახურში თუ ჩავიცოდე ხალხო უბრალოდ სამსახურში რო წამეყო და ჩავეცვა ხო და მაგარებდა ფეხებს არ მოვჩებოდი იმას მუშაობას ფეხებს მოვანგარებდა ძიმე უშნო რაღაცა რა ვიცი მე თან ფეხზე რო ჩავიცვი იმხელა ჩანდა რო რა ვიცი მეთქი ვივლი ჩაოლებიოთ რა ვივლი მომავთვრია ფეხების სულზე ვიყავი როდის გავიხდიდი მართალია ნავი რო გინახიეთ ზუსტად ეგეთი რაღა ტიტანიკი და რაღა ეგ ფეხსაცმელი ორი ტიტანიკი მეტრო ფეხზე და მე იმის მერე ყველა ფეხსაცმელს ვარტყავ ის ორი შეცდომა მომივიდა ცხრამეტზე ვარ ცოტა ხანი ვიყოთ და წავიდეთ სანამ გამოვიცერ
იმებს ვაკვირდები რა ქვია შეფასებებს თუ ვის აქვს კარგი შეფასება ვის არ აქვს კარგი შეფასება შეფასებას უნდა მივუგდო და და ეს კიდე ახლა იქ მაღაზიაში ვწდი ახლა იქ ისე რომ გამოვიწერე მწვანე ფორთხიალა ისინი შარვალი არის ჩემხელა ამაში ჩემ მეორე ჩემხელა ჩავა მეორეც კი ჩამივა 47 თქო 7 ზონი XL 6 XL მჭირდება ხოლმე მე 6 XL-ს რო გამოვიცერ ზუსტად ამოშ თუ 7 XL-ი რა ამბავი იყო 10 XL-ი იყო ბოლო ზომა და მეთქი 10 ხო არ გამოვიწერე თქო ვფიქრობდი 7-სა და 10-ში 10 კიდევ კარგი 10 არ გამოვიწერე თორე ვაფშე ვერ ჩავიცვადი იმას ეხლაც თუ ჩავიცვი თუ ბიტურება იყო მე რა ვიცი მხედა რომ გამოვიწერე რა თქმა უნდა ერთი რომ მოვკეთები ყველაფერი უნდა ჩავცადო და ჩავიცვე იგა შარვალი მაინც ალბათ ჩავალში იგნით თუ ფორთხიალა თუ არ იყო ფორთხიალას ვერ ვიტან ვერც შარვალს და ვერც მაიკას ფორთხილი შარვალი რო ამხელა ისე რაღაც ვიცედი ბარემ ჩამეცვა მე შოკი რაღაც ვიცედი რა შეგეწო მე შოკი ვითარება დიდია იმას თუ შევოიჭერ თოკებს ხო თოკმაც თუ დაიჭირა ეგას თუ არ შევცვი სადმე თუ არ ჩავცვრა შარვალი და ისიც ალბათ მოფორთხიალებული იქნება ის ხანდახან სახში მაინც ამოვიცვა თქვა რას ამოვიცვა მე არაფერს ვისვა აი დედა მაი ოღონდ ბოლოს ის არ მიჩვენებია რა ქვია მიკროფონზე შევცდი კიდე ახლა გადამყვანი მინდა ბაზრობაზე რო წავა ეგ მიკროფონი უნდა წავიღო და ის არის რა ქვია მაგის ისთვარი გადამყვანი რო ამაზე წავიდეს იცი ხალხო რომელი აიფონის ის გამოვიწერე ძველი აიფონის ხალხო ძველი რაღაცა ძველი აიფონის რა თქვა გადამყვანს ვიგითი ეთი ამხელა არის მე თქვია ამხელა არის გადამყვანი იმას ვიგითი არა თიმუზე მან დიქნე მოინე თემუზე რა ვიცი არ დავიკუთო რეალები მე მეგონა ამაზე წავიდო და რა ვიცი მე არ მეგონა თუ ის იქნებოდა წარეთ შევცდი წარე ის არის აქ შეცდომები წარე შეცდომა მოგვივიდა იყო იცი რაღაცა თემუდან დივანი რო გამოიწერა დივანი რო იგონა და ის რო ჩამოვიდა რა ქვია ამხელა რაღაც სათავეში ხალხო დივანი იგონა ვიღაცას ქართველმა TikTok-ში იცახოდა ვიღაცა გამოიწერა თემუდან დივანი და თავისი კრესლოებით იგონა რომ დიდი ჩამოვიდოდა აი ამხელა დივანი კიდე ჩამოვიდოდა იქიდან ამხელა იყო აი ხალხო პატარა სათამაშო და თურმე იმებს ჩაუყვა მე და ჩამოვიდა ჩაუყვა იმებს ნახა იქ ისა ისევე ჩაუყვა იმებს და კი არ დაგვირებია რომ სათამაშო იყო ეს ისა სურათები ცედო ხალხს მატრასი გამოიწერა კიდე და
მატრასიც ამხელა ჩამოვიდა. ამხელა ის უბრალოდ ამხელა. საწოლი ხო არის დიდი და მატრასი საწოლზე რომ დადო ამხელა იდო. აბა არ იყო მატრასი და სათამაშო იყო. სათამაშო იყო რაღაცა, მრბილი იყო. აი ამხელა იყო უბრალოდ. იმის არ იყოს, ჩემი კლასელის. ნაძვის ხე გამოიწერა ხალხო ჩემო კლასელმა და ფეხები არ მოყვა და თავი, წვეტი. აბა რა იყო? რა? ფეხები არ აქვს და წვეტი. თავი და ბოლო არ აქვს. აი ეს შუაები იყო მარტო ორი ცალი. ვაიმე წარმომიდგენია იმის სახე რომ გახსნა. და ის დავხდა. გადაიდეოდა. აურასასინო. მართლა გადავიხადე ამ თელი ფული. გადაიდეოდა. იმის სახე წარმომიდგენია როგორ გახსნი და დავხდებოდა ორი ცალი რაღაც. ორი კინკილა ხო? არა და სამი უნდა კონდეს თვითონ ის ნაძვის ხე და ის ფეხები. ფეხები ცხოვნო კონდეს დადგაზე. ხო რაღაცაზე დადგა. საინტერესოა რა. ისე რატო მოვიდა კაცო რომ გამოიწერა ნაძვის ხე იშვა რა ვიცი. შუა თავი შუები რატო მოვიდა? მარტო შუები მოვიდა თავიც უნდა ქონოდა და ბოლო. რაღაცა ძაზე ხუნდა დადგა რაღაცით. ო რა. შეგინდა გორგერში ხო გაწვეთილი ის იყიდა გაკოცული. გაკოცული ნაძვის ხეები. გორგიაში კი არა ახლა. ახალწელს რო ვიყავით იმაში ვიდეო რო ძლივს თავდი. სახაცრო ისინი რანაირად ხეები იყო და ნარაძვილი იყო და რას აკავდა. 4 წელს იმაში ნამდვილად არ მევცედი. თოლის ბაბუა იყო კიდე ხალხო. თოლის ბაბუა. იმაზე იჭდა კრესლოზე. 400 რაღაცა 450 თუ რაღაცა ცივად მივბრუნდი. ცივად დავაგდე მის ფასი. 450 ლარი ამბავია. დიდი იყო მაგრამ. და ისეთ ადგილას გარცევოდა არც არაფერი. ხუნდა მელაბარაკოს და რაღაცა გამიკეთოს. 480 ლარი. რაღაცა უნდა ქნას. ნანა მიმღეროს სახაჭურ კოდ განწყობა შემიკადას რაღაცით. ხო? მართალი. ვიც მაგას აკეთებს და ვერც იმას. რა იცი არ დაგვიჭერია ხელი და მე რა ვიცი. ის არა იმას შვებას ის უბრალოდ. რა იცი რო ისი ის. აქ ჩვენ კიდე ის დაგვიდგეს. სათამაშოების ის რო ამოსაღები ხო იცით? ეგ. ხო. ის. ვინა მოიღებს ისი არის განლაგებული რაღაცები რო იცი. ხო მე სტიჩს დავადგე თვალი ხალხო. მაგრამ სტიჩის უბოლოშია. სტიჩი ბოლოშია სტიჩი რანაირად უნდა მოვიღო. სტიჩი მომწონს. და წესიერად არც ეკიდება ის ხელი. ხო ისინი ის რაღაცა ის რო ჯგოლები ხო. ასეთი ის რო რო ეკიდება. ხო რა მოეკიდეს რო ჩამოაგდოს. ჩაგიტოს ხელი. ხო და ამო აიღოს და ჩამოაგდოს დაბრაბე. სად დაბლა? დაბლა ხო უნდა ჩამოაგდოს რო აიღო სათამაშო. სად უნდა ჩამოაგდოს? ქვევოთ უჯრასავით აქ და იქ ადგდებს. ხო და რა ხო უნდა ჩამოაგდოს, მაგრამ სადან არის უჯრა მირავი? ქვეშ. რო გადავალთ ეთილზე გეტყვე. დებილობა რაღაცას მე რო ის ეგ იმას აქვს რაღაცა დებილურ სათამაშო ამომივა ნერო ეს ამიშლის. ვერც აიღებ და ტყუილ უნდა დახარჯო პულები. ხო. 1 ლარი ღირს 1 ცალი სათამაშო. თუ 2 ცალი და 3 ცალი ღირს 2 ლარი.
ბავშვების მახიარი ახლა ეგ. ბავშვების კი არა, დიდები უფრო შვებია. მე უფრო მიმისი დავიტრი ბავშვი. მაგრამ ვერ ამოვიღებ. და უბრალოდ ნერვები მომეშლება. 50-ზე წავედით. და 2 ლარი ტყუილა უნდა ვხარჯო. კაი რა. არა მე უბრალოდ სტიჩის ამოვიღებდი სხვაც არც ერთს. და თუმი დაჭერი თუ იქნებოდა ეგ მაგას. სხვაც არც ერთს. ის მაიმუნი რო იყო. რა მაიმუნი? მაიმუნიც ხო იყო შე. ის უშნო იყო მე რო თქვის სასაცილოა თქო. ხო? არა, კაი რაღაცები იყო, არ იყო ცუდი, მაგრამ თუ ამოიღე მიგარი საკა. მეთქი რა ბჭვინავს. ხო. მეთქი რა ანათებს და მე უკან მიყურებოდი მეთქი ვინ ანათებს. და ჩემი ის არის აქვია. საათი უკაცრავად. ბოდიში მომიტყობია. ბოდიჩი. თვალებში მოგანათეთხავ. ჩემი საათი. ვის გიყვართ ხალხო რაღაცების ასხმა? ხელებზე. მე. რო არ მიგეთია რაღაცა, იმათ გწნობ თავს ცარიელად. ასხმა მიყვარს რაღაცების. შენ ბეჭედი არ გიყვარს, ხო? ბეჭდებს ვერ ვიტანა. ბეჭედი არ მიყვარს. ზოგ ბიჭსაც უგეთია ბეჭედი, მე არ მიყვარს. მაგრამ სამაგიეროდ სამაჯურები მიყვარს. ასხმა. საათი. ერთხელზე შეიძლება რამოდენიმე სამაჯური ავისხა. და ინდოელი პატარცალები თავარ ხოლმე. ასხმული. ისე აი კანდერუს სამაჯურები უკეთიათ. და კიდე რაღაცები როა აქ. ხო. პორტხიალა. და ჩემს იგრძე კაბა. უშველებელი რაღაცა დიდი. კიდე თავზე. უიმედედა. მე კაბი 9 რიტუალი უნდა გააკეთოს. ხო რა. ადგეს დაჭდეს. მე კიდე იმ ყვავილების ახლო ის რო არის. ჩამოფარებ. ჩავოკიდება. მე რო ეგ ჩავოკიდო ხუთ ცემლებით გავსკდი. მაგრამ ფულებს რო კიდებენ ხოლმე იქ კარგია. ფულები კარგია. ფულებს რო ჩამოკიდებს ასიძე ან პატარცალი უნდა გაიქცე. გავარდე. დამარები თავი აღარ მინდა შენ. მინდი ხარ თქო და გაიქცე. არა დედა რატომ მოიქცე? ეგრეთ წოდებული მოსიარულე ისინი არიან რა ქვია. ინდოელი პატარცლები. მოსიარულე საირველი რომ მაღაზიები. ხო რა. თავზეც უკეთიათ, ხელზე ხო უკეთიათ უშველებელი დიდი. არა ლამაზი კი არის. ლამაზი წითელი კაბები. რა ვიცი ადრე წითელი იყო და ახლა სხვადასხვა ფერებია. ახლა სხვათა შორის საქართველოში შეიძლება სხვა ფერი ჩაიცვა. კი. გინდა წითელი ჩაიცვი და გინდა ლურჯი. ლურჯი და წითელი არა, მაგრამ კრემის ფერი შეიძლება. დავედი ხალხო და გემშვიდობებით მომავალ ვიდეო. აბა ხო, ჩემო ძვირფასები. ბაიდაბაო. დიდი მადლობა კომენტარებისთვის. მოკითხვისთვის მადლობა. პირადშიც და არა პირადშიც. კომენტარებშიც ბევრი წერთ. გაიხარეთ, გამრავლდით. ყველაფერი საუკეთესო ყოფილიყოს თქვენთვის. ჯანმრთელობას გისურვებთ პირველ რიგში, ღმერთის წყალობას და ყველაფერს კარგს.
გამოგეცდება თქვენი გიორგი უბრალოდ ჯერ ჩემი გიორგი და მე თქვენი გიორგიც და მე თამამად დაგიბრუნდებით. მე დავბრუნდებით კარგად ხვალაც კი ჩაგიწერთ ვიდეოს მაგრამ აბა ჰედა ისე რა მოგახსენოთ არ ვიცი. აბა კარგად დაგემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე. არ მინდა რომ შეგბიდეთ რომ ჩაგიწერთ თქო და ვერ ჩაგიწეროთ. ამიტომ მომავალ ვიდეომდე დაგემშვიდობებით. აბა ჰედა კარგად